ილუზიონისტი ბატონი გია ფარადაშვილია ჩვენი სტუმარი. ესე იგი ბატონო გია, შამპანურის ქარხანა უნდა გავხსნა რა. ასე თუ არ დაგველება და ამდენი გვექნება. არ უნდა გახსნა, ბატონ გიას კიდე გავაჩინო. კიდე უნდა გავაჩინო. ადრე ღვინოებზე მუშაობდი და ახლა დავიწყე შამპანიურების გაჩენა და ყველა მეუნება რომ ჩვენი ქორწილის ამბავი გაიგეთ ყო, გაიგეთ ხო და ამიტომ შამპანურებით მოხვედით. დაბრძანეთ ბატონო გია. როგორ ხართ? კარგად, ყოველთვის კარგად ვარ. ხიარულ ტალღაზე ვარ. ყოველთვის ვიზახი ხოლმე, როცა გაიღვიძებ, სარკეში ჩაიხედე და გაიღიმებ და მორჩა იქნებით. ყოველთვის კაი ტალღაზე. თქვენი სტუმრობა ჩვენთვის ყოველთვის კარგი ხასიათისაცისია, ნამდვილად და თქვენი ტელევიზია და იმიტომაც ვარ აგერა. უღრმესი მადლობა. გვიხარია თქვენი სტუმრობა ბატონო გია. ჩვენ გარდა იმისა რომ არ დაგავიწყეთ ყოველთვის. ბევრი არხები მაქვს მე ტელევიზიით. და ყოველთვის რომ დგები ხოლმე ვაჭერ და უყურებ პოსტებს. მე სიამოვნებ და თქვენს გირჩევთ ტელემაყურებლებო. უყურებ პოსტებს. და თუ შეიძლება მე ორი პატარა ძმაკაცები მყავს. აი ამ ხელები არიან. ერთი 3 და მეორე 2 წლის არის. თუ 4-ის გახდა უკვე. ერთი არის მათიკო კაცარავა, რომელსაც ხელს უქნევ. ვაიმე ჩვენ ვალიკო გაგნიძეს. მოვიკითხავ. ორივეს მიყვარხართ. ყველაზე მაგარი ძმაკაცები. ყველა მიყვარხართ ტელემაყურებლებო. ჩვენც ვერთებით ამ სიყვარულს, ჩვენც გიყვარხართ. ბატონო გია. კი ბატონო. ასე მინდა დავიწყო. ბოლოს ცოტა აგაღელვეს. არაფერია, ძალიან კარგია, ყველას მე უთხარი. მყავს უბწყინვალესი ოჯახი, მყავს 4 შვილი. საოცარი შვილები თან. კი ბატონო, ძალიან და ერთი ულამაზესი და საყვარელი ცოლი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან კარგად აგრძნო მე მასთან თავს და ისიც და კი ხედავთ როგორ მივლის და როგორ გამოვიყურებით ჩემი წლებისთვის და ტრიჯინაზე არ დავბერდები არასდროს. არ დავბერდები. ამის ფოკუსით იცით რაღაცა, ხო ეს იგი რო არ დაბერდეს ადამიანი. კი ბატონო, მე ყოველთვის ვიზახი ხოლმე რა. გინდათ არ დაბერდეთ, არ იჯდეთ, არც მაცივარში, არც იქა ზოგი იძახით. რა ეს ფარადაშვილი, რომელ მაცივარში ისო ერთი გვასწავლეთო. ან მეუღლეს ურეკავენ ხოლმე რომ რას მალავთ ფარადაშვილს მოვიდეს ერთი ხელი დაგვადოს ისა ესა რა ვიცი მე უკვე სუდამებნა ყველაფერი, მაგრამ პირდაპირ ყველას ვეუბნები. გინდათ არ დაბერდეთ, რო ადგებით სარკეში ჩაიხედეთ ილი და გაიღიმეთ, მორჩა, ღიმილი, არაზოს არაბერებს ადამიანს. სხვათა შორის, ბატონო გია, თქვენ ჩვენ და სტუმრობის დროს, თქვენ მე ხელი დამადეთ და რა მოხდა ცოტა ხნის წინ უკვე საქართველოს კაბამეცვა. ხო და მე რო ხელი დამადე, მე შამპანიურებს გავაჩენ, რამინა. შამპანიურები გარანტირებული გაქვს, ხო გახსოვს ხელი რო დამადე. მილიონერი გახდებიო და გამოვიყურები, ვერ გავხდი, მაგრამ გამოვიყურები. ისეთი ზვირიანი ხურთუკი გაცვია თავის რომ მე ყავებში ვერ ყვები ძალიან მაგრა. იმიტომ რომ ადრე კომუნისტების დროს იცით მსახიობები როგორ ცხოვრობდით. კი ბატონო. ხელფასი არავის არ ქონდა უმაღლესი, ყველა მოვდიოდი ჩანთებით აი ესე, აი მართლა გეუნებით რა და ლათინურ ამერიკაში რო ვიყავით, 6 თვე ვიყავი სუხიშვილებთან ერთად ლათინურ ამერიკაში. ჩილი, პერუ, ვენესუელა, რა ვიცი მე, არგენტინა, ყველგან და ესე იგი, რო ჩამოფრინდით მოსკოვში, მაშინ მოსკოვით იყო რეისები რა და რო დავითვალე ყველა შემოდნები, ესე იგი ჩვენ როგორ ვიყავით. თბილისის რეისი ცოტა გვიან იყო. ჩვენი ავტობუსი რომ მოდიოდა, უნდა დავჯდეთ და გადავიდეთ სხვა აეროპორტში. დიახ. ესე იგი და ჩვენ ვიჯექით, ველოდებოდით, ჯერ საელჩოს წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ და რო ვიჯექით. ეხლა ბოდიშვიხდი და ყველას გასვლა უნდა და ხანდახან იქა, ეხლა მე აღარ მინდა თქვა. და ყარაულობდით ამ ბარგს, მაგრამ რო ჩამოვედი და რო დავალაგეთ ერთად ბარგი. აი, გეპიცებით რა. ლილოს ბაზრობაზე რო არის, ხო იცი, აი დიდი კანიონი რომ მოვა და ტავარს რომ მოვიტანენ და როცა გრუზავენ, მაგრამ ჩვენ კულტურული ჩემოდნები ქონდა, ისეთი ლამაზი ჩემოდნები, მაინც იქიდან მოვდიოდი და კაცო რო ავდექი და ჩემი ხო დავალაგე და თამცხვენოდა, იცი, აი როგორ ეხლა 8-9 აი ეს ბარგი და რო გავიხედე და რო დავითვალე, ერთი მოვიდა და გეხვეწები ყურადღება მიაქციეო, ბუფეტში უნდა გავიდეო და ვჭამო და ერთი რაღაცა ჩაის დავლებ ყავას და რო დამილაგა ბარგი. აი ესე გაგიჟებული უყურებდი რო დავითვალე, გეფიცებით შვილებს 19 ჩემოდანი იდო. 19 და ეხლა ნახეთ. გაგვაფრთხილეს რომ უყურეთო ბარგსო, იმიტომ რომ ძალიან დაადიანო რაღაცა და აი ფიცა ვარ რა. აი ეგეთი
ანაბიჯები დავდიოდი ამ ჩემოდნების გარშემო. თან უყურებდი რა. თან უყურებდი და ზოგმა იქი დაალაგა, ზოგმა აქედა. თბილისში რო ჩამოფრინდით. ჰორმა მოცეკვავი მკივილი დაიწყო. მე ვთქვი რაშია საქმე. ორი ჩემოდანი დაიკარგაო. იმდენი იყო რომ ნუ ეგეთი ის ქონდა. და იმიტომაც გეუბნებით ტყავები რო ჩამომქონა მე ვიცი რა არის და როგორ არის. მოდი კიდე ერთხელ მინდა რო დაგადო ხელი. ფარული მილიონერი მე დამადეთ ბახტო გია. ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო. ეხლა უკვე დავიღალე ამ დადებით დავიღალე. კაბა ხო ჩაიცვა და ეხლა უკვე სორი მეუბნება არავის აღარ დაადო ის ხელი არავის აღარ დაადო თორე ხონახეთ არა. ბატონო გია მე მაინტერესებს ახლა მოდით შევთანხმდეთ მე იმდენად მიყვარხართ და ისეთი აი ჩემთვის ხართ ძმა ჩვენს ჩვენს პოზიტივით ჩემთვის მგონი იგივე სახლია და მოდით გიაზე გადავიდეთ იმიტომ რომ მე არაზოს არ ყოფილი ვარ ბატონი თქვენთვის ყოველთვის ვარ და ვიქნები და ტელემაყურებლებისთვის და მთელი საქართველოსთვის პატარა ილუზიონისტი გია ფარადაშვილი აი ნახეთ გვიყვარხარ სასტორზე ყოველდღე ვიგები რა არის ჩემი წონა არის 63 60 არა 73 ბოდიში ბატონო გია თქვენს თავმდაბლობას პატივს ვცემთ გვიყვარს ვაფასებთ თავმდაბლო და მენეს მაგრამ ჩვენი მოვალეობაა რომ პირველში დიდი ნიჭი ვაღიაროთ პირველ რიგში და შემდეგ ჩვენი პატივისცემა დაგიფიქსიროთ რა თქმა უნდა ვიცით რომ არ მოგწონთ თქვენ ეს მიმართვა მაგრამ მეუღლის უნდა უთხრა როცა 100 წელი რო შემისრულდება და რო გარდავიცვლები ქვაზე დასწეროს იმყოფებოდა და აქ იმყოფება ბატონი გია ფარადაშვილი მე მაინტერესებს ახლა თქვენ ისე თუ ასე არასდროს მსგავს კონფლიქტში და სკანდალში მართლა არ გამიგონია გია ფარადაშვილის სახელი კონფლიქტები მე არ მიყვარს აბსოლუტურად რას უკავშირდება უბრალოდ მაინტერესებს ჩემს სახეს შეხედეთ მე არავითარი კონფლიქტი არავისთან არ მინდა ყველა შემოვლე მე თქვენი გია ფარადაშვილი ამ ორი დღის წინანდელ ამბავზე თქვენმა მეუღლემ თუ ინერვიულა ოჯახის წევრებმა თუ ინერვიულეს არა ვინერვიულად იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით არავის საქმე არ არის რა ჩემი გაუკვირდათ მარტო ვინ როგორ და რა მე ვიცი რომ ბედნიერათა ვარ ძალიან და ისიც კი ვთქვი ის კი არიციან და კიდე ერთხელ გავიმეორებ რომ მე და ირამ რო გავიცანით ერთმანეთი ჩემი ირა იყო 16 წლის მე ტრადიციულად მე კომუნისტების დროს დაბადებული ვარ და ვიცი რა არის. ჩვენ ადრე, ეხლა სულ სხვანაირი სისტემა გახდა. ეხლა ახალგაზრდები მშობლებს აღარ ეკითხებიან. კი ბატონო. და მიდიან და თხოვდებიან, კი ბატონო, ბედნიერები არიან და ყველას ბედნიერობას უსურვებ. მე და ირიჩკა 4 წელი მუშაობდით ერთად, 4 წელი აბსოლუტურად საერთოდ იძახიან, სადაც მუშაობ, იქ არაფერი არ შეიძლებაო რა. ეხლა მე აღარ მინდა ბოლომდე რო დავაკავო. როგორც კი გახდა 20-21 წლის ჩაულებრივად ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა და ეხლა ძალიან მიყვარს ძალიან ის ჩემთვის არის მე არ ვიცი ყველაფერი და აბსოლუტურად გეუბნებით რომ მე და ირინკა ჩემი რამდენი წელია ერთად ავართ და ერთხელ არ მიღალატია როცა მე გია ფარადაშვილი აღარ მინდა და მე ძალიან მიყვარს და ვიცი რომ ძალიან ტკბილი და ლამაზი ოჯახი აი ამიტომ რო გახდა 20-21 წლის წავედით ჩაულებრივად ეკლესიაში მივედით წმინდა გიორგის ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი და შემდეგ იქიდან წავედით იუსტიციის სახლში სადაც მოვაწერე ხელი და მერე უკვე ქონდა ჩვენ რაც შეიძლება კი ბატონო და ლამაზი ორი ანგელოზი შვილი მაჩუკა ირამ ქალიშვილი და ვაჟიშვილი წარმატებული ესე იგი არასდროს გაჟღერდა და არასდროს დაღიკვეს და ერთი დიდი უფროსი ბიჭი და ქალიშვილი რომელიც მე ძალიან მიყვარს ყველა მთელი ჩემი ოჯახის წევრები ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი მიყვარს ჩემი საქართველო და მიყვარს ყველა ქართველი რატომ ვარ მე თბილისში წასული ვიყავი ყველაზე პირველი ემიგრაციაში შეიძლება ასე ვთქვათ მსახიობებს შორის ვიყავი მე რამდენ ქვეყანაში ცხოვრობდი და არა ისე კი არა რომ წავიდე და დავრჩე და უბრალოდ დარჩი არა ყოველთვის მიზიდავ და მე აქაურობა იმიტომ რომ მე 9 თაობა თბილისელი ვარ რო გამოვიხედებოდი მე სოლოლაკელი ვარ დაბადებული ვარ სოლოლაკში ფანჯიდან რო გამოვიხედებოდი ძველი თბილისი აი ესე ჩანდა გავისეირნებდი ხოლმე და ეს რომ მე არ ამნახო მე შეიძლება ან გავგიჟდე ან მართლა გეუბნები ძალიან დიდი გრეხია თავის მოკლა მაგრამ აღარ მინდა ცხოვრება მე თუ ნარიყალა არ ვნახე და ის მყრის სანაპირო არ ვნახე და მეიდანი არ ვნახო
კი, გეთანხმები. ამიტომ თქვენ ყოველთვის თქვენ გარო გაიგოს, გაცილებით კარგია, რომ მერე ჭორის საგანი არ გახდეს. არ მინდა, ნუ რათ უნდა ჭორაობა, მიყვარს ყველა მიყვარხართ ხალხო, ყველა. როდისმე გინახიათ ხსმენიათ, რომ გია ფარადაშვილმა ანწყენინება ვიღაცა სანისა, პირიქით ყოველთვის დაიმახსოვრეთ, ყოველთვის როგორც კი მირეკავენ ჩემი მეგობრები, ან მირეკავენ ხოლმე ბატონო გია ბავშვის დაბადების დღეა და რამდენი გადაგიხადოთ, აი სიტყვას რო იტყვია, რამდენი გადაგიხადოთ, მე გია ფარადაშვილი მოკვდეს, თუ მე რამდენიც ირას უმეუნება, კაცო, ხო უნდა ვიცხოვროთო, ფული ხო გვინდაო ჩვენო და რატო არ იღებო, რა ვიღო, როცა მხედავ რომ ადამიანს უჭირს, მე იმას როგორ უნდა გამოვართვა ფული, ან ჩემ მეგობრებს როგორ უნდა გამოვართვა ეხლა შვილის დაბადების დღე გაგდა რომ ეტყვი რომ გია მოდი და გეხვეწები გაამხიარულე რა ბავშვები და მე გეტყვი რომ გადამიხადე აი ამდენი მე იმ მსახიობების კატეგორიას არ მივეკუთვნები მე არც ერთ მსახიობს არ ვაზარალებ აი ამით იმიტომ რომ ყველა მიყვარს ყველა ხელოვანი ხალხი ძალიან ვეხუტები გულში სულში და ყოფილა ისეთი დრო რომ ფილარმონია როცა დაინგრა კომუნისტური რეჟიმი თქვენ არც იცით პირველი შოუ ბიზნესი მე შევქმენი მე და ლიკა დოლიძის დედამ მზია დოლიძე და ბესო ხინთიბიძე აღარ მინდა ვთქვა აღარ მინდა რო ჩამოთვალო რამდენი მსახიობი დავაყენეთ სცენაზე და გავხადეთ პოპულარულები მე ყველას ვენაცვალე ყველა მსახიობებო ყველა მომღერლებო მოცეკვავეებო ყველასთან ჩემი გული არის თქვენთვის გახსნილი როგორც კი დამირეკავთ გია ფარადაშვილო ბავშვის დაბადების დღეა ან ქორწილია ან სიდადრის ქელეხიმეთი მე მოვალ აუცილებლად მოვალ თქვენთან აუცილებლად მოვალ და ჩაგეხუტებით გულში და სულში თქვენ იცით ყველა მესა აღარ მინდა აი ამაზე საუბარი გაუმარჯოს ჩემ წამყვანეს და გაუმარჯოს პოსტივის და გაუმარჯოს საქართველოს და მთელ საქართველოს უსურებ რას იცით შვიდობა იყოს არა მხოლოდ ჩვენთან სოფლიოში რომ ჩვენმა მსახიობებმა გახსნილად იარონ, იმიტომ რომ მე ვიცი, აი ახლა იყო გასტროლები იყო ერთ-ერთ ქვეყანაში, არ წავიდნენ, იმიტომ რომ იქ ესეო, იქ ისეო. არა, უნდა გახსნილი იყოს, როგორც ადრესუ დავდიოდით, იმიტომ რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთად, აი მთელი სოფლიო, აი ესე უნდა ვიყოთ, აი ეს დიდი ბურთი რომელიც არის და ყველა ქვეყნები რო ხატია, აი სუ ჩახუტებულები უნდა ვიყოთ ყველა ერთად. აი ამას უნდა ვიყოთ ნამდვილად, გეთანხმებით. ბატონო გია, აი ეს თბილისი ახსენეთ, ძველი თბილისი ყველაფერი, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბატონო გია, მე როგორც მახსოვს, მეც არა ვარ პატარა. კი ბატონო. ისეთივე ხართ, ხო? თქვენც ისეთი ხართ. თქვენ შორის განსხვავება ძალიან დიდი არის. ნახე, რა თვალებით მიყურებს ერთი უყურე რა. შეიძლება აქეთ დამჭდე. გენაცვალოთ გია. ძალიან დიდი განსხვავება. გალბატონო ირა, თქვენ არ უყუროთ ამ გადაცემას? არა, გალბატონო ირა. ირაზე ისეთი რაღაცა უნდა გითხრათ მე ისრაელში ვაიმე კინაღამ ოჯახი დავანგრია აქვე დამახსენდა ვინა გალბატონი ირა ეგ არა კაცო ისრაელში ვიყავი და შორის რო იცოდეთ ისრაელში პირველი წავიდა ორერას მერე წავიდა ვინა გია ფარადაშვილი ეჭვიანია გია ფარადაშვილი არა არც მეუღლე არც მე რატო უნდა ვიყო ეჭვიანობა არ შეიძლება სადაც სიყვარული და ნდობა ასაკ შორის რახანს რომ ამბობენ ვენდობით ერთმანეთს ყოველთვის თუ ნდობა არ არის ცოლ-ქმარ შორის იცოდეთ რომ ის ოჯახი ინგრევა ძალიან მალე მოჩვენო აი ეს შემილია გითხრათ როგორც გამოცდილი კი არა მე ვიცი იმიტომ რომ ციგნებსაც ვკითხულობ პრესას ვკითხულობ ისრაელზე მოგვიხევით რაღაცას ისრაელში წავედი ორერას მერე აი გია ფარადაშვილის ფეხი იყო საბჭოთა კავშირიდან რომელიც შევიდა და ბევრი კონცერტები მქონდა იმათ ქონდათ რაღაც კი ბატონო მოიარეს ერთ-ერთ ხელ მე ვიყავი 9 თვე ისრაელში და ერთ-ერთ მომღერალს ყავდა მეუღლე სახელად აზა აუ ეჭვიანი იყო როგორი და მე მიყვარს სიმღერა ირინე შენი ჭირი მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა კი ბატონო და ესე იგი ფორტეპიანოზე დაჯდა ის ჩემი მეგობარი რომელიც მსახიობი იყო კაი მომღერალი იყო ათაშორის ანსამბლი იყო ეგეთი დაისი აი იქ მღეროდა მე არიელში იყო და მოკლედ დაჯდა როიალთან და დაიწყო სიმღერა, კარგათა ვართ რა, ყველა ვართ კარგად, დავლიეთ მაგათი ის რა ქვია, რაკი, მაკი თუ რა. აბა წავიდა სიმღერა და მღერის ახლა.
და მეც ავყევი ეხლა თუ ხედავთ ჩემ ტემპს უყურეთ მე მაგ ხმა მე ისიც მეგონა ჯერ ხატვარი ვიყავი კარგი და მეგონა რომ გია ფარადაშვილი გამოა კაი მომღერალი იმიტომ რომ ბუბას ხმაზე მე შემილია ეხლავე და რამოდენიმე მსახიობის ხმაზე ვიმღერო ისე ერთში ერთი რამდენი რო დავიწყე მე აბა ერთად მე და იმან რა და იმან დაიწყო ეს აკორდები აიღო და აბა მზად ახლა რო გია და კიო და ვიწყებთ და ირინე შენი ჭირიმე ეს რო ვთქვით ორივემ და ირინე შენი ჭირიმე და მოვიდა ცოლი ეს არ დამავიწყდება აი ამ კარტის ხელა რაც მიდევს დიდი კარტი ციგნი ტელეფონების ციგნი რო ჩაარტყა ამას თავში ამას თვალები წაუვიდა ესედაც თვალები მიზდიოდა ცოტა კარგი ნასვამი იყო და მე რო შევხედე მე ხელები აი ესე გავაკეთე და გავჩერდი და ისე უნება ცოლს აზა გენაცვალე რა მოხდაო და მე შენ განახეფო ეხლა ეს ვინ არისო ირინა თურმე იეჭვიანა გაიგე იმას გონია ირინეზე რომ მღერი ვარ ვიღაცა ყავს აყვარელი ირინე და ესო რა არისო ამაზე მღერი ხარ აბა ჩქარა შეცვალე ტექსტი და გეპიცები 1-20 წუთი მღეროდი აზიკო შენი ჭირიმე აზა და აი ეს მოეწონა და თქვა აბა რა გაჭამოთ კიდევ და მოიტანა რაღაცა ნამსხვრები ბურეკი მოიტანა ეხლა მინდა ერთი ძალიან კარგი ფოკუსი განახოთ რა აუ ძალიან გვაინტერესებს კარტი რო ხედავთ მაგრამ აი ბატონო ამ ზომის კარტი მე გასწოთ ყოველთვის ვიზახი რომ კარტების პაპა ვიყავი კარტების პაპა ვიყავი დრო იყო დრო აბა გავიხსენო ერთი ჩემმა თითებმა გაიხსენოს მას ერთი ჭრების განახოთ რომელია ყველაზე რთული ჭრა რო იცოდეთ რა აი ეს არის ყველაზე რთული ჭრა აქეთ კიდე აი მაგალითად გაჩდება ერთი გაჩდება კიდე მეორე გაჩდება მესამე გაჩდება მეოთხე ნუ იყურები აი არაფერი აღარ არის გენა თოროდ გია მაშასე ეხლა კი განახებთ ერთ კაი რაღაცას შენ აურიოთ კარტები აი ესე კარგია აი მაქვს სამი კარტი. ჩვეულებრივი სამი კარტები, აი ჩვეულებრივი არის კარტები, ეს ერთი, ეს ორი, ეს სამი. აურიეთ. აურიოთ. მე ახლა ესე. დავარიგო. დავარიგო. შეიძლება? კი ბატონო. ჩავაწყე. კი ბატონო. ერთი კარტი. ორი კარტი და ეს მესამე კარტი. იეტება ხო? აგერა. ხო. კი ბატონო. ჩემო ირინკა. მაყურებელს არ მოვაწყუებინებ არაფერს ყველაფერს ერთი ცალი აიღე ჩუვიდან. აიღე კარტი. ვაიმე, რა ვქნა? დაიმახსოვრე კარტი, დაანახეთ. ხო. მაყურებელსაც, მაშასე, აი აგერ დავდებ კარტს. მაქვს სამი ჩვეულებრივი კარტი. 1, 2 და 3. კი. ვითვლი 1, 2-იანი და 3-იანი. კი ბატონო. ერთი ციფრია ერთში, 1-იანი, 2-იანი, 3-იანი. სამიანი. 3-იანი, კი ბატონო, უყურე. 1, 2, 3. მე ხო არ ვიცი რომელს აიღებდით. მოლაპარაკებულები არა ვართ? ფიცა ვართ? არა, მართლა. ამ კარტებს აგერავდეთ. ეხა გავგიზდე. გადაატრიალეთ თქვენი კარტი. მოიცა. რვიანი გული და მეც გადავატრიალებ კარტს რვიანი გული. არ არსებობს. როგორ არ არსებობს, როცა არსებობს. ბრავო! აი მართლა ფოკუს ვაკეთებ 1974 წლიდან. ვაიმე, ბრავო, დიდი მადლობა ბატონო გია. გია. გია ფარადაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ასე გაგვამხერულა კიდევ ერთხელ თავის არაჩვეულებრივი ნიჭით და ახლა ვნახოთ რეკლამა და ძალიან მალე სანამ გია ფარადაშვილი წავა, კარტები დამიბრუნე. ეხლა კი რეკლამა.